შეიძლება ახლა ვიღაცამ დამაბრალოს, რომ მასტურბაციის იმას პროპაგანდას ვაწარმოებ. არ ვაწარმოებ, მაგრამ მე ვამბობ როგორც ექიმი და პროფესიონალი. ექიმი სექსოლოგი ვარ, მართლა სექსოლოგი ვარ. ტყილაკი არა. არ ვიბრალე. ხო და ესე იგი რა მინდა ვთქვა? მასტურბაცია არის აუცილებელი ერთ-ერთი ელემენტი ფსიქოსექსუალური განვითარების იმ ეტაპისა, როცა ხდება მამაკაცი მახსოვდებაში, ქალიც გარკვეულწილად, მაგრამ ცოტა ნაკლებად, ქალთან ცოტა განსხვავებულად არის, მაგრამ მამაკაცთან ეს უფრო ტიპიურია. არის აუცილებელი ატრიბუტი იმ ეტაპისა. გამიგეთ? როცა მას უბრალოდ სქესობრივი ცხოვრება ვერ ექნება. ხო. განპირობებული აბსოლუტურად ობიექტური სოციალური ფაქტორებით, ხო? სოციალური ფაქტორებით და ეს თუ გდებავთ უკვე ესე იგი სოციალურად გამართლებული ტაბუც არის, არა? ვიღაცა ქალმა რო გავიხსენოთ ახლა მონიკა ბელუჩი რო თამაშობს, ხო გახსოვთ არა მილენა. ხო და ახლა მილენას ის ბიჭი რო შეეცდინა, არ შეუცდენია ხო ეს მილენა კაი ქალი იყო, წესიერი ქალი იყო. ესე იგი რო შეეცდინა, ხო? დღეს ამას შეაფასებდნენ როგორც სისხლის პედოფილია არა, მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა ქალზე ნუ სისხლის სამართლის პასუხისგებლობა მაგაზე. ეს არის არასრულწლოვანის გარყვნა. რა უნდა ხდეს ახლა ბავშვმა, რომელსაც აქვს მოთხოვნილება? პოლიცია? რა პოლიცია ეს ღამის დაცემას უძახიან, ეკლესიურად არის ღამის დაცემა. პოლიცია რა მასტურბაცია რა არის? რა არის? უბრალოდ თავისთავად ხდება მასტურბაცია სიზმარში, ხო? ასე რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი და რა თქმა უნდა ხშირად ერევათ ერთმანეთში რა. აი ახლა ამ ინტერნეტ ეპოქამ მოიტანა რაღაც ძიმე, ასე ვთქვათ, თავისი თანხლები, მოვლენები, ერთ-ერთი არის პორნოგრაფია, თავისთავად კი არა რაც. პორნო საიტების სადმი წვდომის სიადვილე ხელმისაწვდომობა ბავშვებისათვის. ხო? ხო და ნუ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს იმდენად რაღაც ისეთი პრობლემაა, შეიძლება მოზრდილებში უფრო პრობლემა იყოს, მაგრამ ერთმანეთში ერევათ ხშირად, ესე იგი, ეგრეთ წოდებული დამოკიდებულება პორნო საიტებზე მასტურბაციასთან. მასტურბაცია ეს არის ერთგვარად ორთქლის გამოშვება. და პორნო საიტი რატო უყურებს მამაკაცი პორნო საიტს? მასტურბაციის მიზნით. ეს უკვე არის გარკვეულად პარაფილია, ანუ პათოლოგია. ის სხვადასხვა. მასტურბაცია პათოლოგია არ არის. და ცუდი და საშიში ის კი არ არის, რომ მასტურბაციამ შეიძლება რაღაცა ავნოს, არც არ ავნებს. გარდა იმისა, რაც გითხარით, ეს პორნო საიტებზე ადიქცია, всё. ხო და არაფერს არ ავნებს, მაგრამ ცუდი და ძალიან საშიშია, როდესაც მოზარდი აი ესეთი გაკიცხვების და დაცინვების ზეგავლენით თავის თავს შთააგონებს, რომ ის ცუდ რაღაცას აკეთებს. და ის არის მანკიერი, ის არის რაღაცნაირი უწმინდური, რომ იმას რაღაც საშინელება დაემართება, იყო ერთი მე-18 საუკუნის განცდა. ყველა ექიმი ჭკვიანი კი არ არის, კაცო, დებილი ექიმები ადრეც იყვნენ. მე-18 საუკუნეში იყო ესეთი მე-18 საუკუნის ბოლოს ექიმი გვარად ტისო. ჩვენ საათმა რა დააშავა მშვენიერი საათია, მე საათები ძალიან მიყვარს ტისო. არაჩვეული მაქვს კოლექციაში მომწონს ძალიან ტისო. ხო და ნუ ისე უხერხულად ვარდები და აი ამ ექიმმა ტისომ შემოიტანა ესეთი ცნება, რომ მასტურბაცია იწვევს სიბრმავეს, სიყრუეს, ნუ დეგენერატი რა ტიპი. ხო და ეს კაი ხანი იყო მედიცინაში მიდიოდა და მე აი მე-19 საუკუნის ბოლოს იყვნენ ძალიან ძლიერი ექიმები, ფსიქიატრები, რომელმაც ეს მოახერხეს ყოველ შემთხვევაში მედიცინაში ამის ამოძირკვა და მედიცინაში და საექიმო წრეებში რომ ამოიძირკვა რაღაცა ეს არ ნიშნავს რომ საზოგადოებაში ის დარჩა ტისოს დათესილი დარჩა შენ დაგილპება შენი სასქესო ორგანო მაგას რო აკეთებ ხელს რო კიდებ აი ბატონო დასაწყისში აი რა პრაღაშიც ვიყავით მათ შორის და პრაღაში შევედით სექსის მუზეუმში და იყო მე თუ სწორად მახსოვს მე-17 ან მე-18 საუკუნის მოზარდისთვის შექმნილი
რკინის რაღაცა იყო ნახრეტებიანი, რომელსაც ძილის დროს უკეთებდნენ, რომ ერექცია რო ექნება და მასტურბაცია ვერ შეძლებოდა. მოშარდისთვის ნახრეტები ჰქონდა. შარდი რო არ დარჩენილიყო და ერექცია თუ მოუნდებოდა, მოგეთ მასტურბაცია. ალტულობის კამარს გავს, არ მქონდა გაგონილი. და მეორე უფრო უარესი იყო უკვე დენირო გამოგონილი იყო ეპოქაში, ერექციის დროს დენს ურტყამდა. ბრგვალი რაღაცა იყო, წარმოაცვალე ბავშვს და ნუ აღარ ქონოდა ერექცია. ეს არის რა.